მოკლედ, როცა ვიძახი, რომ 2008 წლის აგვისტოს უბედურება სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის ბრალია თქო და ამით სააკაშვილმა ამ ქვეყანას უბედურება მოუტანა თქო, ამასთან დაკავშირებით ვიღაცეები სავარაუდოდ სააკაშვილის ფან-კლუბის წევრები მიწერენ კომენტარის სახით, რომ აბა რა უნდა ექნა. აი ამასთან დაკავშირებით მინდა გიპასუხოთ. სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის შედეგად 2008 წელს მივიღეთ ამ ქვეყანაში ომი და ამ ომის შედეგია ის, რომ დავკარგეთ, დაგვეხოცა ქართველი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დავკარგეთ და კიდევ უფრო დიდი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა რუსებმა, ვიდრე 2008 წლამდე ჰქონდათ ოკუპირებული. საკუთარ ტერიტორიაზე მივიღეთ 10,000-ობით დევნილი მოსახლეობა და პლუს ამას დამატებით დავკარგეთ კოდორის ხეობა და ახალგორის რაიონი. და თქვენ აი ამ ყველაფერზე, ესე იგი, იძახით, რომ აბა რა უნდა ექნაო. ანუ აი ამ თქვენი აბა რა უნდა ექნას ძახილით გამოდის, რომ სწორად მიგაჩნიათ, ესე იგი, მიშას პოლიტიკა, რამაც აი ეს შედეგი დაეყენა ჩვენთვის, ქართველებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ თქვენთვის აი ეს ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, პრობლემას წარმოადგენს და მიგაჩნიათ უბედურებად ამ ქვეყნის და ტრაგედიად, რა თქმა უნდა, მაგას არ დამიწერდით აქ, რომ აბა რა უნდა ექნაო. აბა რა უნდა ექნა და ყველაფერი უნდა ექნა სააკაშვილს, რომ 2008 წელს ომი არ მომხდარიყო ამ ქვეყანაში, ნებისმიერ ფასად უნდა ომი აგვერიდებინა თავიდან და ამ ქვეყნის პატრიოტი და ის პოლიტიკოსი, ვინც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე გაატარებდა პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ყველა მოიქცეოდა ისე, როგორც ეხლა მე აღნიშნე და ყველა ნებისმიერ ფასად ეცდებოდა, რომ ომამდე არ მისულიყო საქმე. მაგრამ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არანაირი ამ ქვეყნის პატრიოტი არ გახლავთ, სააკაშვილი არასოდეს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას არ ატარებდა და არ აწარმოებდა, შესაბამისად, ვის ინტერესებისთვისაც იბრძოდა მიხეილ სააკაშვილი, იმათ ინტერესებში შედიოდა 2008 წლის ომიც და ის უბედურება და ტრაგედიაც, რაც ქართველების თავს დატრიალდა და ეს არის და ეს. აი ეს ხალხი, ვინც აბა რა უნდა ექნას მიწერთ, აი ამათ გპასუხობთ კიდევ ერთხელ, ყველაფერი უნდა ექნა იმისთვის, რომ ომამდე არ მისულიყო საქმე და მინიმუმ მაინც და მაინც თუ აი ომი და ვერ ავიცილეთ თავიდან, მინიმუმ რა უნდა ექნა და კოდორის ხეობის დაცვა უნდა განეხორციელებინათ და სწორი დაცვის შემთხვევაში კოდორის ხეობა შეიძლება დღესაც ჩვენი კონტროლის ქვეშ ყოფილიყო. და იგივე შემიძლია ვთქვა ახალგორის რაიონზეც. მინიმუმ ეგ უნდა ექნა, რომ კოდორის ხეობა უბრალოდ ესე არ ეჩუქებინა რუსებისთვის, აი ეგ უნდა ექნა. მინიმუმ ის უნდა ექნა, რომ სამ დღეში კაპიტულაცია არ გამოეცხადებინა და ჩაჯმულს არ ერბინა წინ და უკან და ყველაფერზე ხელი არ მოეწერა. აი ეგ უნდა ექნა მინიმუმ, რომ ქართველები გამოგვიყვანა მთელი აი ჩვენ რეგიონში, რა ვიცი, აი რა ხალხად გამოგვიყვანა ხონათელია. დედამოწყნობა თავისი აი ამ სამარცხვინო საქციელებით და სამარცხვინო პოლიტიკის წარმოებით. ეს არის და ეს მეგობრებო და ხა ვისაც დღემდე ვერ გაგიგიათ, რომ თურმე აბა რა უნდა ექნა სააკაშვილს, ვერც ამის მერე ვერ გაიგებთ რა და რა ვიცი, თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ფაქტები ჩაანაცვლეთ აღქმებით. თქვენ ხართ ის ხალხი, რომლებიც ფაქტებს უარყოფთ და აღქმებს აღიარებთ და რა ვიცი, ხა თქვენთან აზრი არ აქვს. აქედან გამომდინარე, რამე სერიოზულ საუბარს თქვენ ფაქტებს არ აღიარებთ, შესაბამისად, რა ვიცი, აღქმებით მე თქვენ ვერ დაგიწყებთ ვერაფრის იმას, რა ქვია, მტკიცებას რა. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც რეალობაშიც გვიწევს ყოფა დღეს ქართველებს. ერთ მხარეს ვართ საზოგადოება, რომლებიც ფაქტებს უყურებთ, რომლებიც ისტორიას ვითვალისწინებთ და აი ამ ფაქტებიდან გამომდინარე ვლაპარაკობთ და
ვაფასებთ რაღაცებს და მეორე მხარეს არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც უარყოფს ფაქტებს, იძახის, რომ ფაქტები არაფერს არ ნიშნავს და მთავარია აღქმები. რა ვიცი, შესაბამისად, ერთმა ხელი მოგიმართოთ, აი მაგ თქვენი აღქმებით, რა ვიცი, სულ წვანი აღქმებით გეულოთ თუ რა ვიცი, როგორც არის. კარგად ბრძანდებოდეთ. ყველაფერი კარგი და მაგარი გქონდეს ქართველებო.